მეღვინე თვითონ ტიპი გახდა ძალიან საერთაშორისო და ძალიან ისეთი რა, ანუ მეგობარი ადამიანი. იქ ორ მეღვინეს რაღაც კითხო რა და ის მე ვიცი რომ არ დამიბაღავს და მეტყვის მისთვის საუკეთესო ვარიანტს. ესეთი სოლიდარობა ძალიან სოლიდარული და ძალიან ისეთი სოლიდარული დარგია რა, რომელიც კომუნისტებმა ასევე არ მინდა რომ აი ეს გამოვჩეს ხომ, იმიტომ რომ ამას ყველაფერს კლავდნენ კომუნისტები, სოციალისტები და კომუნისტები. არა მარტო მეღვინეობაში, არამედ სხვა ყველგან აბსოლუტურად. აჩენდნენ რაღაც კვაზი კონკურენციის რაღაცა იმას მითს, რომ შენ იმას ეს არ უთხრა, თორე შენ ის მერე შენს კაცს გააკეთებს და პირიქით, რაც უფრო გახსნილი ხარ, რაც უფრო ბევრს ეტყვის შენ პირობად საიდუმლო დღეს აღარ არსებობს. ჩვენ დავდივართ ერთმანეთთან, თუნდაც რომ ნახა, უი ესე გააკეთე, მოდი მეც ვცდი და ეხლა მე უყვებოდი ლადოს უზუნაშვილს იმ დღეს, რომ შენ ჩემი მასწავლებელი ხარ, მეთქი უთხარ, იმიტომ რომ მე მაქვს ნანახი მისი მუშაობის ისეთი რაღაცები, რაც კი არ მასწავლიდა, მაგრამ რომ ნახე, დღესაც ვიყენებ ხოლმე. ვიღაცამ ჩვენთან დაინახა, მე როგორ გავაკეთე, როგორ გადავიტანე და მე ისე რომ არც ვიცი, ის იგივეს აკეთებს. იმა თავისი რაღაც დაამატა, მე შეიძლება ჩემთან მოვიდეს ისევ და მაგათაც თელავში როგორ დაიწყო. ეგ ერთმა რაღაცა ჩამოიტანა, რაღაც დანადგარიცა და არ მოეწონა რაღაცა და თავის მეგობარ მეღვინეს უთხრა, იმან უკეთესი გააკეთა. მე იქ ორივემ შეადარა ერთმანეთი, ახალი ის მოვიდა სხვა კიდე და პატარა იმასავით კოლონიასავით ყალიბდება როგორც მიკრობიოლოგიაში, ცოდნა და შედეგი ესე ვრცელდება და შეიძლება იყოს სხვაგან, ვისაც არ აქვს კონტაქტი, რაღაცა პატარა ის გაჩნდეს სიცარიელე.